Maestros faktori კვლავ პირდაპირ ეთერშია ჩვენ ვაგრძელებთ დებატებს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, როგორ აპირებენ პოლიტიკური პარტიები დასაქმების პრობლემის მოგვარებას, რა წერია მათ პროგრამებში, რა წერია იმ ბუკლეტებში, რომლებსაც ისინი თქვენ გირიგებენ და რაც მთავარია, რამდენად რეალურია ეს გეგმები. მე მინდა წარმოგიდგინოთ გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები, ჩვენთან ერთად არიან ზურაბ ტყემალაძე, მრეწველების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი, ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ასევე თემურ მაისურაძე, ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი, პაატა ჯიბლაძე, მემარცხენე ალიანსის წარმომადგენელი და რესპუბლიკელების წევრი ნოდა რებანოიძე, ის პირდაპირ ეთერში გვერდება. საღამოშვიდობისა, ბატონებო, თქვენ ყველას დასაწყისში გექნებათ 2 წუთი იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოთ თქვენი პროგრამა და შემდეგ უკვე გადავდივართ დებატების თავისუფალ რეჟიმზე. პირველ რიგში სიტყვა მინდა მივცე ბატონ ზურაბს და თქვენგან გარდა ეკონომიკური გეგმებისა გვაინტერესებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები, რა ხდება, რა გაუგებრობას აქვს ადგილი და როგორ გადაწყდება ეს ყველაფერი. მადლობთ, ქალბატონო მაკა, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მადლობა მინდა მოუხადო საზოგადოებას, რომლებაც გუშინდელი და დღევანდელი დღე ძალიან მტკივნეულად განიცადა იმ ხალხს, რა თქმა უნდა, ჩვენ გულშემატკივრებს. ეს უკვე გაუგებრობა აღარ არის, ეს უკვე რაღაც გარკვეული ტენდენციაა, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირადად ეწევა, იმიტომ რომ ეს დისკრეციული უფლება მისი გაატაროს, არ გაატაროს, მიიღოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ წარმოუდგენელ რაღაც ფაქტთან გვაქვს საქმე. დოკუმენტი მის თაობაზე ჩვენ ყველაფერი დოკუმენტი ჩაბარებული გვაქვს, ხელმოწერილი მათგან, კანცელერიიდან და დღეს რაღაცომღაც დილის ალიონზე 8 საათზე რუსთავიორით გავიგეროთ თურმე აპირებს ჩვენს მოხსნას რეგისტრაციიდან და ძალიან სასაულია მიზეზი ამისი ჯერ ცნობილი არ არის ჩემთვის. რატომ? იმიტომ რომ გუშინ როცა კი აი ეს აჟიოტაჟი ატყდა, წყვილი აჟიოტაჟი მინდა გითხრათ, მაგრამ ნუ ხდება ხოლმე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა იქ ატეხა ეს რომელმაც აქტის შედგენა მოინდომა, მაგრამ არავინ არ მოუწერა, იმიტომ რომ აბსურდზე იყო საუბარი. ეხლა დეტალებში არ ჩავალ. მე ველაპარაკე თავმჯდომარეს, ქალბატონ თამარ ჟვანიას და ვთხოვე, რომ დაინიშნა მოკვლევა, ჩაეტარებინა, ჩვენ დავსწრებოდით და ყველა თქვენ მართალი იქ გაერკვევდა დოკუმენტი არ არის, თუ არის, რატო არ არის, თუ არ არის, რატო არ არის, თუ არის, როგორ არის და შემდეგ და შემდეგ. კი დამპირდა ამას, მაგრამ სამაგერო დილის 8 საათზე რუსთავიორის ეთერიდან გავიგერო თურმე იცით რა ჩვენ რაღაცაში ბრალი მიგვიძღვის, სია ვერ ჩაუბარე და ამიტომ ეს საფუძველია მოხსნით და უნდა მოხსნან იმიდან რა ქვია. თქვენ განაცხადეთ, რომ ზეწოლა ხორციელდება ეს ეს თამაშზე. მაგასაც გეტყვი, ჯერ ერთი თვითონ დაარღვია კანონი მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ჯერ სანამ მას ადმინისტრაციული აქტი არ გამოუცია და გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, არც შესწავლილი არა აქვს, გამოდის და აპრიორი იძახის, რომ თურმე უნდა მოვიხსნათ რეგისტრაციიდან. მე დღეს მივედი, რა თქმა უნდა, თავად მქონდა შეხვედრა მასთან, ანალოგიურად მოვითხოვე, განცხადებას დაუწერეთ იმასთან დაკავშირებით, რომ იცით, ჩაატარეთ მოკვლევა აუდიტის სამსახური აქვს და ყველანაირად იქ არის ჩანაწერები, ბუნებრივია კამერებით გას და ამოიღონ ის კამერები, ჩამონაწერები ამოიღო და დადონ მაგიდას და გვითხრა რაზია დავა და რა ხდება, ხო? ნუ კი ბატონო დაგვკვირდა ამას, მაგრამ ნუ მაინც მეუნება რომ იცი და ჯობი ალბათო ჩვენ მივიღებ უარყოფით გადაწყვეტილებას და თქვენ წახვიდეთ სასამართლოში და სასამართლომ დაგვავალოს. ეს უფრო კარგი იქნება, იმიტომ რომ მავანი და მავანი არ იჩენოს. ზასნიშნავს უფრო კარგი იქნება, მე ვერ გავიგე. მე ლაპარაკში ცოტა ესეთი მასაც ახლა უკვე ქვეყანამ გაიგო და რა ვქნათ, რა გაიგო მე ვთხარი ქვეყანამ კაცო. გაიგო, რატო გაიგო, თუ გაიგო და გამოხვედი დილის 8 საათზე ტელევიზიიდან და რა გაიგო მე ქვეყანა რეკავს, ვინ რეკავს მეთქი. აი NDI და AIRA იმის წარმომადგენლებმა დარეკეს და კითხულობენ რა ხდება. რა უფლება აქვს? ვინ არის NDI და AIRA გამაგებულები? ჩვენი ქვეყნის მართველები არიან. ხო, მართველები არიან. ვინ არის? რატო რეკავს და რატო კითხულობს მრეწველები რეგისტრაციაში? გაატარეთ თუ არ გაატარეს? აქ უკვე დიდი კითხვის ნიშანია რა. გასაგებია. მაესტრო ადევნებს თვალს ამ პროცესს და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი თქვენთვის სასარგებლოდ გადაწყდება და მრეწველები თავიანთ გულშემატკივრებს, ასე ვთქვათ, თავიანთ მხარდამჭერებს მისცემენ შესაძლებლობას, რომ ნდობა გამოგიცხადოთ მათ. დიდი მადლობა და არა მარტო მხარდამჭერებს, მე მგონია ამ საკითხს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომლებიც ჩვენ გვიჭერენ თუ არ გვიჭერენ, მაინც ჩვენ გვერდში დადგებიან, იმიტომ რომ ეს არის
აი ეს რო ესე მოხდეს, არა, მე ვთქვი უთხარი კიდევ ეს არის დაბრუნება 90-იანი წლების ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მადლობთ, ბატონ ზურაბ, თქვენ ბუნებრივია რომ ეკონომიკურ საკითხებზე ცალკე გექნება დრო სასაუბროთ. გიორგი, დღეს უკვე არის ხელმისაწვდომი სრული სახით ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა. თქვენი შეფასება ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა ამ წლების განმავლობაში ის, რასაც პირდება მართველი გუნდი ამომრჩეველს და ბუნებრივია უკვე თქვენი ხედვა როგორი არის, ესეც გითხრათ. დიახ, მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს. რაც შეეხება ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ინიციატივებს და იმ გარკვეულ პროგრამულ თეზისებს, რომელიც მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრისგან, იცით, შეფასება შეიძლება იყოს ერთი. მე მოვისმინე არა ხელისუფლების წარმომადგენლის შეფასება 4 წლიანი პერიოდის და იმ პერსპექტივის, რასაც პირდება საზოგადოებას, არამედ მოვისმინე ისეთი პროგრამული თეზისები, რომელიც შეიძლება კონდეს მხოლოდ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას, ანუ რომელიც არ ყოფილა 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში, არ აქვს პასუხისგებლობა იმ 4 წელიწადზე, რაც გავიარეთ, იმ არ შესრულებულ თუ ვერ შესრულებულ საკითხებზე და შესაბამისად პირდება საზოგადოებას, რომ აი მე მოვალ ხელისუფლებაში და შემდეგ განვახორციელებ აი ესეთ გეგმებს და მე მომთხოვეთ პასუხი. ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, რომ ძალიან ძლიერ მდგომარეობაში არის მცირე და საშუალო ბიზნესი. თუმცა ძალიან რთულ მდგომარეობაში არის სოციალური მდგომარეობა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დასაქმების პრობლემა არის ძალიან მტკივნეული და პრობლემატური. და ისე საუბრობდა თითქოს ამ 4 წლის განმავლობაში პირდაპირ პროპორციულად მთავრობას მათი ასე ვთქვათ თამადობით არ ქონდა ხელში ეს ბერკეტები ამ პრობლემის მოგვარების. ეს არ არის ადეკვატური, ეს არ არის ნორმალური. ეს არის უბრალოდ არსებული რეალობიდან გაქცევა. და შესაბამისად, როდესაც ხელისუფლება უნდა ისაუბროს ესე, მე რაც დაგპირდით წინა არჩევნებზე, მოვიყვანე ეს ყველაფერი აი აქამდე და თუ რამე დარჩა იქ თქვა 10%, 20%, ამას გავაგზავნე და დავასრულებ შემდეგ. მაგრამ როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ თურმე ძალიან ცუდად არის ქვეყანაში მდგომარეობა და გვაპატიეთ და მოდით ახლა ავდგები და შემდეგ გავაკეთებთ, ეს არაადეკვატურია. რაც შეეხება დემოკრატიულ მოძრაობას და რაც შეეხება იმ თემას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია და მთავარია და თქვენც მაგით დაიწყეთ. იწურება დრო და უკვე შემდეგ გააგრძელებთ. კი ბატონო, ანუ მაშინ დასაქმებასთან დაკავშირებით დავიწყებ შემდეგ ეტაპზე საუბარს. გაქვთ კიდევ 10 წამი, თუ გნებავთ, ნუ გამოიყენებთ. ხო, კი ბატონო, მაშინ დავასრულებ იმით, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო ადეკვატური იქნება, თუ ის პირდაპირ განაცხადებს, რომ ჩვენ ვერ შევასრულეთ ვერაფერი ამ 4 წლის განმავლობაში და ამიტომ ვაპატიეთ და ვაპატიეთ. პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქართულ ოცნებასთან ერთად მოიყვანა ქვეყანა აქამდე, არის ასევე რესპუბლიკური პარტია, ბატონო და თქვენთან მაქვს კითხვა, თქვენ გააკრიტიკებთ აქამდე და უშუალოდ ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას, თუ როგორი იქნება თქვენი ხედვა? თქვენ 2 წუთი გაქვთ. დიახ, ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება უნდა დაიწყოს წარსული და მიმდინარე პროცესის ადეკვატური შეფასებით. 2012 წელს ჩვენ დახვდა მემკვიდრეობა, რაც დახვდა ნაციონალური მოძრაობიდან, ანუ კონტროლებადი ეკონომიკა, ძალიან თავის ცუდი ვთქვათ მიმართულებებით. ამ დროს ჩვენ უნდა შეგვეცადა, რომ რადიკალურად შეგვეცადა მდგომარეობა, გარდა ზოგიერთი ცვლილებისა, უნდა ვთქვათ, რომ ესე გაჩნდა წინა ხელისუფლების რაღაც ბერკეტების გამოყენების თქვა ტენდენციები, მაგალითად ტენდერების არაფორმალური კონტროლი, ძალოვანების ჩართულობა, ასევე აქცენტები უმეტესწილად სხვინვესებს და ასე შემდეგ. ეს 2012-ის შემდეგ გაჩნდა? არა, კიდევ ამ წლების განმავლობაში უკვე ბოლო პერიოდში, ანუ ჩვენ უნდა გავეკეთებია ტრანსფორმირება, მაგრამ მიუხედავად ბოლო 20 წელში გარკვეული წარმატებებისა, ჩვენ ეკონომიკის მიმართულების ასე ვთქვათ, რაიმე მნიშვნელოვანი ტრანსფორმირება ვერ მოვახდინეთ. რადგან ფაქტის სახეზია, ფაქტების სახეზია, ჩვენ ასე ვთქვათ, ასეთი ნახევარი ნაბიჯებით ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები ჩვენ ქონდა სერიოზული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში თქვათ კაპიტალის ბაზის გავითარების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯი გადაიდგმებოდა. როდესაც დღევანდელი პრემიერი ეკონომიკის მინისტრი იყო, მან შეპირება გააკეთა გასუცეს ეს კანონმდებლობა თქვათ კაპიტალის ბაზის გავითარების მიმართულებით უკვე 2015 წლის ბოლომდე იქნებოდა. რა სამწუხაროდ ასევე არ გაკეთდა. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს გარკვეული ზრდა, მაგალითად მთლიანი შიგა პროდუქტი, მაგრამ მთლიანი შიგა პროდუქტი ბუნებრივია არ არის წარმატების სინონიმი. სწორედ რომ ჩვენ შიგნით უნდა შევისწავლოთ, ჩვენ თუ თქვათ შევხედავთ მდგომარეობას, ადამიანთა მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ჩვენი მთავარი პარამეტრი მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში დაახლოებით 1000-მდე პარამეტრს ითვლიან და ეს არ არის მარტო მთლიანი შიგა პროდუქტი, აქ არის მაგალითად ჯანმრთელობის ხარისხი, განათლების ხარისხი, ვთქვათ რეგულირების
თქვათ გავლენის შეფასების სისტემა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვითვლით ძალიან ცოტას და ეს ეგრეთ წოდებული თქვათ წარმატებები რეალურად ჩვენ ადამიანთა ცხოვრების დონეზე რეალურად ასახო ვერ პოვა. რაც ბუნებრივია, ჩვენ მთავარია სწორედ ეგ არის. ჩვენ ადამიანთა ცხოვრებაში უნდა შევიხედოთ, რა შეიცვალა ადამიანებისათვის, რა საფუძვლები შეიქმნა ამისათვის. თქვათ აქ დასაქმების თემაც არის კიდე ძალიან ბევრი თემა. ჩვენ გქონდა უფრო მეტი წარმატების მიღწევის შესაძლებლობა, ჩვენ გქონდა უფრო მეტი იმედებიც, მაგრამ რაც არის ეს არის ლევანდელი მდგომარეობა. მადლობთ ბატონო და ბატონ კახა ქართული ოცნების წარმომადგენელი პირველ ბლოკში ამბობდა რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით შემცირებულია სიღარიბე ქვეყანაშიო. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია ეს შეფასება? დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე მინდა როგორც თქვენ ასევე თქვენს ტელევიზიას მადლობა უთხრა იმისათვის რომ აი ამ საღამოს ეთერში მოგვეცა საშუალება ჩვენი ხედვების გადმოცემისა მოსახლეობისათვის, რითაც ჩვენ სამწუხაროდ განებივრებული არა ვართ, თუმცა იმედი გვაქვს რომ ეს გამოსწორდება პირველი მერცხალი არბად თქვათ, მაგრამ მე მინდა სანამ ოცნებას შევეხებოდე საქართველოს მოსახლეობას უთხრა თუ რას წარმოადგენს მემარცხენე ალიანსი, ამას ფართოდ ანგაჟირების საშუალება ჩვენ არ ქონდა და მე მინდა უთხრა საზოგადოებას რომ მემარცხენე ალიანსი მხარს უჭერთ ქართულ ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ეროვნულ სოციალური სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც ამ ცნების პრედიკატი ეროვნული, ესე იგი ქართული, გულისხმობს არა ნაციონალისტურ, არამედ ზოგად საკაცობრიო იდეალებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ქართველი ერის საქართველოს მოსახლეობის სახელმწიფოს. სოციალური კი ნიშნავს ქვეყანაში სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას და გატარებას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას და სოციალურ დაცვას. აი ეს არის ჩვენი ძირითადი და მიგვაჩნია რომ საერთოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა იყოს დღევანდელი ჩვენი ყოფიდან გამომდინარე ეროვნული. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქართული ცხოვრების წესს, ეროვნულ ღირებულებებს, იგივე ჩვენს სარწმუნოებას და ყველა იმ ჩვენს კულტურას, იმ წესჩვეულებებს და მეგვაჩნია რომ ჩვენი აი პარლამენტში არჩევის შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ინიციატორები იმისა, რომ შემუშავდეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი კონცეფცია, სადაც ყველა ჯანსაღი პოლიტიკური პარტია თუ საზოგადოების მოწინავე წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას და რომელიც განსაზღვრავს იმ ეროვნულ იდეას და მიზანს, რომლის გარშემოთაც მთლიანად შეიკრება საზოგადოება და სწორედ აი ეს კონცეფცია არ დადო ეროვნულმა, ანუ ოცნებამ, რის ირგვლივაც, რა თქმა უნდა, მოხდებოდა საზოგადოების კონსოლიდაცია. დიდი მადლობა ბატონ თემურ, რა წერია ფორუმის საარჩევნო პროგრამაში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. თქვენ ორი წუთი გაქვთ. კი ბატონო. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მესალმებით ტელემაყურებლებს. რა თქმა უნდა, მეც მინდა ჯერ ციფრებით დავიწყო ყველაფერი. რეალურად ჩვენ გვაქვს აი ესეთი სურათი, მინდა მოსახლეობა მიცოდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 99%-ზე, რასაც ვთქვი ტერიტორიის 99%-ზე წარმოებს მთლიანი შიდა პროდუქტის 1% და თბილისში ბოდიშით 30% და თბილისში ამ ტერიტორიის 1%-ზე წარმოებს 65%. ანუ დასაქმებული და 65% აქ არის დასაქმებული, რეალური მთლიანი შიდა ეკონომიკური აქტივობა ფაქტიურად 71% მოდის თბილისზე. რა ხდება თბილისში თქვენ კარგად ხედავთ და რეგიონები აბსოლუტურად დაცლილია. ეს არის რეალური მოცემულობა. მეორე, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ ესე იგი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა 70% და საშუალო და მცირე ბიზნესზე მოდიოდა 30%. ნაციონალური მოძრაობის შემდეგ ეს ციფრი შემცირდა 5%-ით, ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ ეს კიდე 5%. რეალურად დღეს გვაქვს სურათი, რომ 80% ის კომპანიები, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს როგორ პირობებში იქმნებოდა, თქვენ კარგად იცით. მათი კაპიტალი გაიზარდა და რეალურად მათი წილი უკვე არის 80% ეკონომიკაში და 20% დარჩა. ამიტომ ეროვნული ფორუმი ამას მიუდგა სწორედ აი ამ სტრატეგიით. ესე იგი რეალურად ჩვენ შევხედეთ ეკონომიკას და ეს როგორ გითხრათ ალგორითმი როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა დავაფუძნეთ იმ რეალობაზე რომელიც არის. აქედან გამომდინარე რა რეგიონები სულ დაიცალა ჩვენ გავაკეთეთ უკვე პროპორციული შეთავაზება. თუ დავიანგარიშებთ ზუსტ რიცხვებში, აი მიასედი სიზუსტით შეიძლება დაითვალო რომელ რეგიონში რამდენი პროცენტი უნდა იყოს გადასახადი. ჩვენ მივიღებთ დიფერენცირებულ საგადასახადო სისტემას, ის რეგიონები, რომლებიც სულ დაცლილია, იქნება მინიმალური საგადასახადო ტვირთი, სადაც უკეთესი მდგომარეობა და პროპორციულად გაიზრდება თბილისის საგადასახადო სისტემა დარჩება ისეთი როგორიც არის.
ბიუჯეტი არ კარგავს არც ერთ კაპიკს, იმიტომ რომ რეგიონებიდან სინამდვილეში ეკონომიკაში არაფერი არ შემოდის. აქედან გამომდინარე ჩვენ ვქმნით მაგარ გარემოს საქართველოში ყველანაირ საგადასახადო ზონას, სადაც შეიძლება ბიზნესი თავის ინტერესით ჩავიდეს, შექმნა სამუშაო ადგილები, განავითაროს რეგიონი. დიდი მადლობა, თქვენი დრო ამოიწურა და ბატონ ზურაბ, თქვენთან მაქვს კითხვა. ძალიან მკაცრად აფასებენ პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლების 4 წლიან მმართველობას, რომ ღარიბი საქართველო კიდევ უფრო გაღარიბდა, უმუშევრობა კიდევ უფრო გაიზარდა. რისი გაკეთება შეძლო თქვენი თვალთახედვით ოცნებამ და რა უნდა გააკეთოს მომავალში? კი ბატონო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. პირველ რიგში მე მინდა მოგახსენოთ, რომ ნამდვილად არა ვარ აქ ახლა იმისთვის მოსული, რომ ოცნების შეცდომებზე გამომახვილო ყურადღება, მით უმეტეს რომ მეც უნდა გავიზიარო ეს პასუხისმგებლობა დაუშვა თუ რაღაცა ოცნების მიმართ არის, ბატონი თემურიც, ბატონი ნოდარის და მეც ეკონომიკურ კომიტეტის წარმოადგენდით, ორი კომიტეტიდან და საკმაოდ სერიოზულად. აქედან გამომდინარე, არც იმის ისავა რომ ახლა დავუშვათ ოცნების ქებადიდებას მოვყვე, იმიტომ რომ გარკვეულად ჩვენ ოპონენტები ვართ დღეს ერთმანეთს, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, იცით რა შესაძლოა. მე მინდა გითხრათ, რომ მრეწველები მოყოლებული პირველი დღიდან, არა მარტო პირველი დღიდან ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეობის, არამედ როცა ჯერ კიდევ მრეწველთა კავშირიდან ეს 95 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვიბრძოდით რისთვის? ადგილობრივი წარმოების განვითარების, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისათვის, მის მიმართ კონკურენტუნარიანი პირობების შექმნას, არავითარ საშეღავათო პირობებს, ეთნიარ პირობებს ჩაყენებას და ამით მიგვეღწია სამუშაო ადგილების შექმნას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღესაც ეს აქტუალურია და დღესაც იგივეს ვსაუბრობ, დღესაც იგივეს მივაწოდებთ. ერთი კარგი გამონაკლისის გარდა, მე მინდა გითხრათ, რომ მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენ მაშინ გვიყიჯინებდნენ იმას, რომ აი თურმე რადგენად ყურძენი, დაუშვათ თუ ყურძენი აქ ძვირი გიჯდებათ, შემოვიტანოთ საზღვარგარეთიდან, რადგენად აქ რაღაც წარმოება, იმიტომ რომ კი, რა თქმა უნდა, რადგენად რაღაც წარმოების დაწყება, როცა ჭარბწარმოება სოფლიოში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ისეთი პროიმპორტული პოლიტიკა წავიდა, რომელმაც ძალიან კატასტროფულ უარყოფით ბალანსზე მიგვიყვანა. მე მინდა გითხრათ, რომ აი ამ განული 4 წლის განმავლობაში წავიდა უკვე იმპორტის ჩანაცვლებითი პოლიტიკა, იმპორტის ჩანაცვლებითი პოლიტიკა იყო სწორედ ის, რომ იგივე ექსპორტის წახალისება, ანუ ვალუტა ან არ გავიდეს, ან გავიდეს პროდუქცია და შემოვიდეს ვალუტა. ეს არის სიმდიდრე ქვეყნის. აქედან გამომდინარე, აი ესე ვაფასებ მე მის აწარმოებს საქართველოს მთელ რიგი პროექტებს, რომელიც იყო ჯანდაცვის პროექტი, სოფლის მეურნეობის პროექტი და ასე შემდეგ. რა უნდა გავაკეთოთ დღეს? აუცილებლად უნდა იყოს ხელშეწყობა, როგორც მოგახსენეთ, ადგილობრივი წარმოებისას. ერთს გამოიხსენებ ფაქტ, მინდა გითხრათ, ამასთანავე ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორები იყვნენ ჩამოსულები, რომლებმაც ჩაატარეს კონფერენცია და რომლებმაც თქვეს, დღეს სოფლიოში ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს დაფუძნებული ინდუსტრიალიზაციაზე. და მე პრემიერს შესვენების დროს უთხარი კიდევ ერთ ინდუსტრიალიზაციაზე, ანუ მრეწველობაზე, ანუ მრეწველობა გადაარჩეს საქართველოს. ეს არის ძირითადი, მინდა გითხრათ, იმიტომ როცა მრეწველობა საუბრობ წარმოებაზე, როცა წარმოებაზე საუბრობ, წარმოება არის ნებისმიერი პროდუქტის შექმნა. თქვენს მეწარმემბრძანებით, იმიტომ თქვენც გქონით პროდუქტს, რომელსაც შემდეგ მიაწოდეთ მოსახლეობას და ბუნებრივია ამაში გარკვეულ ანაზღაურებას იღებთ, ხო? კინო შემოქმედი, თეატრის შემოქმედი, მწერალი, ყველა წარმოება, მათ შორის რა თქმა უნდა ის ფაბრიკა ქარხნები, რომლებიც უნდა ამუშავდეს და ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მიმზიდველი. თუ გვინდა ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უნდა იყოს მიმზიდველი. მადლობა. როგორ ეს არის მთავარი საკითხი და მე მინდა რომ გიორგიმ გააგრძელოს ეს თემა უკვე თქვენი ხედვა რა არის, როგორ უნდა ამუშავდეს წარმოება ქვეყანა? დიახ, დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედაც უმუშევრობაა, ეს რეალობაა. სამწუხაროდ ამ მიმართულებით ძრა ბოლო 4 წელიწადში საგრძნობი არაფერი არ ყოფილა და ყველაზე რთული და ყველაზე არაადეკვატური რეალობა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ თავარ დამსაქმებლად ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული რეალობაა ეს და გაგრძელდა წინა ხელისუფლების მმართველობის შემდეგაც დღესაც ის, რომ არის მთავარი დამსაქმებელი საბიუჯეტო ორგანიზაციები. ესენი არიან სამინისტროები, დეპარტამენტები, ანუ სახელმწიფო ორგანიზაციები, სადაც ბიუჯეტიდან, რომელიც ბიუჯეტით არის, ასე ვთქვათ, დაფინანსებული. რაც ბუნებრივია, რომ არის
სრულად არაეფექტური დასაქმების თვალსაზრისით და უმუშევრობის პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით სრულად არაადეკვატური და არასაკმარისი. ადამიანებს საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში უნდა ასაქმებდეს და ყველგან ასაქმებს და საქართველოშიც უნდა დაასაქმოს მცირე და საშუალო ბიზნესმა. ანუ მცირე და საშუალო ბიზნესმა, რომელსაც უნდა შეექმნას ისეთი რეალური საშეღავათო რეჟიმი, რომ ის კი არ უნდა განადგურდეს და დაიხუროს და დაიხჭოს, როგორც დღეს ჩვენ გვაქვს რეალობა. გავიაროთ რა ხურავს და რა აღჭობს, კი? ძალიან მაღალი გადასახადები, არაადეკვატურად მაღალი გადასახადები და პრაქტიკულად 4 წლის განმავლობაში რეალური საგადასახადო შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რომელიც მათ რეინვესტიციის საშუალებას მისცემს, განავითარებს, მისცემს იმის საშუალებას, რომ თავის წარმოებაში უფრო მეტი თანხა ჩადოს, რასაც ბატონი ზურაბი საუბრობს, გააფართოვოს, ახალი ადამიანები დაასაქმოს. ამის საშუალება სამწუხაროდ დღეს მცირე და საშუალო ბიზნესს ნაკლებად აქვს. სამაგიეროდ ჩვენ ვხედავთ რუსთაველზე, ჭავჭავაძეზე, პეკინზე, რომ ყოველ მეორე მაღაზიას აწერია იხურება, აწერია ლიკვიდაცია, აწერია ამოყიდვა, აწერია ქირავდება. პრაქტიკულად ინგრევა ისიც, რაც კი გვაქვს. ბევრი დამისვამს კითხვას, რომ როგორ ხა თუ შევამცირებთ, ჩვენ ვთვლით, რომ უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი 12%-მდე, მოგების გადასახადი 10%-მდე, DGG-ს გადასახადი უნდა გადავახტევი, ანუ DGG-ს არა 100-ასიანი, არამედ 200-ასიანი ბრუნვის შემდეგ. მაგრამ დღეს ბევრი კი დამისვამს კითხვას, რომ როგორ მაშინ ბიუჯეტში რა ფული შევა. ჩვენ ვთვლით, რომ გაცილებით უფრო ეფექტური იქნება ბევრმა გადაიხადოს შედარებით ცოტა. იმიტომ რომ ეს უფრო მეტად შეავსებს ბიუჯეტს, ვიდრე ცოტას დავაკისროთ ისეთი გადასახადები, რომელიც იძულებულს ხდის დახუროს თავისი ბიზნესი ყოველ მეორე დღეს ახალ-ახალმა კომპანიამ. რაც ამ შემთხვევაში არაადეკვატურია. მადლობა გიორგი, საპენსიო საკითხებსაც უნდა შევეხოთ. ბატონო და რესპუბლიკური პარტია ის პარტია, რომელიც ამბობს, რომ დავით უსუფაშვილის განცხადება იყო ეს, რომ ის არის შეურაცხყოფილი პენსიონერების მაგივრად, ასე ვთქვათ, როდესაც ისმენს ამდენ დაპირებას, რომ 5 და 10 ლარით გაიზრდება პენსია. თქვენი ხედვა როგორი არის? არ უნდა დაპირდნენ და არ უნდა გაზარდონ პენსია პოლიტიკოსებმა? ამცახა რომ ნახოთ ჩვენ საარჩევნო პროგრამები, ასეთი შეპირები მრავლად არის და უფრო მეტია ასეთი შეპირებები, როდესაც უშუალო კონტაქტია უნჩელებთან. ჩვენ 10 ლარით პენსიის გაზდას სჭირდება დაახლოებით 90 მილიონი დამატებითი თქვა თანხები ბიუჯეტში. როცა საუბარია თქვა 300 ლარამდე, 400 ლარამდე პენსიის დაწევაზე, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ხონდაღოდ ლოზუნგი დარკეთებდეს, არავის არ აქვს პროგრამაში, მე ვერ ვნახე, თქვა გარკვეული ანგარიშებები, რის ხარჯზე ვაკეთებთ ამას, როგორ ვაკეთებთ ამას, ასე თქო, ჩვენ დავარია გავაკეთოთ სწორი საპენსიო რეფორმა. ჩვენ ვერ დავიწყეთ ეს რეფორმა, სამწუხაროა ჩვენ რაღაც ნაბიჯები გადაიდგა ბუნებრივია, დაგროვებით საპენსიო სისტემის გაკეთებისათვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება აქ წყობრი სისტემის გაკეთება, რადგან აქ არის რამდენიმე სეგმენტი, ერთი სეგმენტი იმ თაობის ადამიანები, რომლებიც მე ვარ მაგალითად და რომლებსაც თქვა დაგროვებას ვეღარ შევძლებთ და უკვე სხვა სქემაში უნდა ვიმუშაოთ, არის კიდევ ის თაობა, რომელსაც შეუძლია თქვა რაღაც ნაწილი დაგროვებაზე გადაიყვანოს და ასევე თქვა ამ მიმართულებაშიც და არის ასევე ახალგაზრდა ნაწილი, რომელსაც ძალიან ბევრი წელი აქვს იმისათვის, რომ დაგროვებითი სისტემით მიიღონ, ასე თქვა, სარგებელი. ჩვენ გვჭირდება სწორი პოლიტიკა, რასაკვირველია ასეთი დაპირებები, რომელსაც ელემენტარულად ახსნა არ აქვს ჩვენ ბატონო და მე კიდევ მოგცემ თქვენ სიტყვას, უბრალოდ საპენსიო თემა მინდა რომ სტუდიაში სტუმრებთანაც გავშალოთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ მოусმინეთ პენსიონერებს და ისინი ამბობდნენ, რომ არაფერში არ ყოფნით ის პენსია, რომელიც დღეს აქვს, როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი. დიდი მადლობა, მეც იმედი მაქვს, რომ ცოტა როგორც ბატონებს დაეთქვათ, ასევე დავამეთქობა დრო, რომ რაღაც ცოტა გაიგოს ჩვენმა ამომრჩეველმა თუ რას ფიქრობს მემარცხენე ალიანსი ამ პენსიებთან დაკავშირებით. ჩვენ მართალია ვართ მემარცხენე პარტია, მემარცხენე სოციალურად ორიენტირებული პარტია, მაგრამ ჩვენ შორს ვართ დემაგოგიისგან და ფუჭი დაპირებებისგან. ბატონმა ნუდარმაც ბრძანა აქვს, რომ 300 ლარიანი თუ 500 ლარიანი პენსიები, რასაც პირდებიან, ამას ცოტა სხვა ჭირდება და ბიუჯეტის ზრდა ჭირდება და ელემენტარულად ჩვენ რომ პირდებით მოსახლეობას დიდ პენსიებს, შესაბამისად ეკონომიკა და მრეწველობა თუ არ გაიზარდა, ესე ჩვენ ვერ მივცეთ მოსახლეობას იმ შეპირებულს. მემარცხენე ალიანსი იძახის რეალისტურ დაპირებებს ამ პენსიებთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ 200 ლარიანი პენსია, რომელიც ჩვენ ქონდა გაანგარიშება და თუ გახსოვთ, როდესაც 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცება მიდიოდა ქვეყნისა, მაშინ ეს შევთავაზეთ საქართველოს მოსახლეობას, თუ საიდან დაფინანსდებოდა 200 ლარიანი, სავსებით რეალურია რომ მოხდეს ამისი მიცემა, ისევე როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ 200 ლარიანი დანამატის გარდა შესაძლებელია რომ
პენსიონერებისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დამატებით იყოს გათვალისწინებული 50 ლარი მედიკამენტების შესაძენად. ვინაიდან როდესაც ადამიანი გადის და აქაც მოხდება თანხების გარკვეულად დაზოგვა, ვინაიდან 65 წლიდან როცა გადიან ადამიანები პენსიაზე, მათ არ ჭირდებათ სრულიად თქვათ ათვისება, ზოგი იწყებს ათვისებას 70 წლიდან ასე შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს 200 ლარი და პლუს 50 ლარიანი აი ეს ვაუჩერი ძალიან მცირეა, მაგრამ შესაბამისად ეს რო გაიზარდოს ჩვენ უნდა შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას თუ შეიძლება დავამთავრებთ საიდან ჩვენ უპირველეს ყოვლისა უნდა მივიღოთ მცირე მეწარმეების შესახებ კანონი რომელიც სამწუხაროდ ამ პარლამენტმა 4 წლის განმავლობაში არ მიიღო ხელი უნდა შევუწყოთ განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს და უნდა მივახციოთ იმას რომ არა ეს დიდი მსხვილი ასე რომ ვთქვათ კარტელულ შეთანხმებებში შესული კომპანიები აკონტროლებდნენ დღეს საქართველოს ეკონომიკას არამედ პირიქით იყოს რომ 80% ბიუჯეტში შემოსავლებისა იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ და მეორე პლანზე გადაინაცვლოს აი ამ კარტელულ გარიგებებში შესულმა კომპანიებმა. ამ შემთხვევაში უკვე შესაბამისი იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ბიუჯეტის გაზრდა და ის ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. გისმენთ ბატონო. მე ვარ ეროვნული ფორუმის თემკის მაჟორიტარობის კანდიდატი. შესაბამისად მე ჩემ მოსახლეობას ვეუბნები რეალურ სურათს. რეალური სურათი არის ასეთი: საქართველოში დასაქმებულია 1,700,000 ადამიანი, აქედან 1 მილიონი არის თვითდასაქმებული. ამ 700,000-დან 1/3 არის სახელმწიფო დაწესებულებში მომუშავე ადამიანი, ანუ არა მატერიალურ დოვლად შექმნილები და ის ვინც დარჩა ერთ ადამიანზე მოდის 1/9 პენსიონერი, უფრო მეტი. თუ ეს პროპორცია გვექნება, ყველა ლაპარაკი არის აბსოლუტური ზღაპარი. მინდა ყველა მიცოდეს და არ მოტყუდეს. იმიტომ რომ მე პრეტენზიები აქვს მოსახლეობას, რომ იცით რა, აი თქვენ შევკვირი და არ მოგვეცით. ბატონო, ნუ დაიჯერებ ძალიან გთხოვთ ტყუილს და პირდაპირ ვეუბნები. რეალური შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ავდექი და ეროვნულმა ფორუმმა მივაბით ეს საკითხი საშუალო ხელფასს. საშუალო ხელფასს 1/4 და რატო 1/4? იმიტომ რომ ქართული სტანდარტული ოჯახი არის 4 სულიანი ოჯახი, ანუ პენსიონერსაც იმდენი გამოუყავით, რამდენიც ჭირდება ესე იგი 1 სულზე რამდენიც მოდის. ეს არის 25% დღევანდელი უკვე ბოლო მოცემულობით საქართველოს პენსიონერს მოუწევს 228 ლარი. ვერც ერთი პარტია, ვერც ერთ არჩევნების წინ ვერ ივაჭრებს, რომ მე შენ იცი რა ამდენს მოგცემ, იმდენს მოგცემ და ყველა პენსიონერს ეცოდინება, რომ წინა წლის მონაცემებით მიიღებს პენსიას მომავალ წელს. აი ასე ვეუბნებით პირდაპირ სიმართლეს ყოველგვარი ტყუილების გარეშე. დიდი მადლობა, მე გემშვიდობებით. ჩვენი სტუმრები იყვნენ პაატა ჯიბლაძე, მემარცხენე ალიანსის წარმომადგენელი, თემურ მაისურაძე, ეროვნული ფორუმი, გიორგი ახვლედიანი, ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა და ზურაბ ტყემალაძე, მრეწველების ერთ-ერთი ლიდერი.